წარმოიდგინე, რომ შენს უკანასკნელ ვახშმად ირჩევ მხოლოდ ერთ ზეითუნის ნაყოფს, წნილის ქილას ან საერთოდ არაფერს. ეს მხოლოდ უცნაური სურვილები არ არის. ისინი სინანულის, ამბოხებისა და უცნაური სიმშვიდის შემზარავ ისტორიებს მოგვითხრობენ. დღეს ჩვენ გაგიფხელთ ბოლო ვახშმის 18 ყველაზე უცნაურ თხოვნასა და მათ უკან მდგარ შემაშფოთებელ სიმართლეს. ცხოვრებაში ერთი ბოლო კერძი რომ გქონდეთ, ასარჩევი რას აირჩევდით და რატომ? კომენტარებში დაწერეთ თქვენი საბოლოო კერძი. ასევე არ დაგაუწყდეთ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ხილაკი. დავიწყოთ. მან ერთი ზეთისხილი ითხოვა, მარილის და გარნირის გარეშე. მხოლოდ ერთი ცალი. ვიქტორ ფუგუერი, რომელიც 1963 წელს სიკვდილით დასაჯეს, თვლიდა, რომ სიცოცხლე სიკვდილის მერეც კი შეიძლებოდა გაჩენილიყო. მან ერთი ზეთისხილი ითხოვა, რომელიც კურკიანად შეჭამა და ითხოვა, რომ კოსტომის ჯიბეებშიც ჩაეწყოთ კურკები და ისე დაემარხათ. ის იმედოვნებდა, რომ ეს მოქმედება ერთ დღეს ხე დამოიზრდებოდა მის საფლავზე. ზოგჯერ შენი ბოლო ქმედება მთელ შენ ცხოვრებაზე მეც ამბობს, ვიდრე თვითონ ცხოვრება. ყველაზე უცნაურ არჩევანს შეიძლება ყველაზე ხმამაღალი მნიშვნელობა ჰქონდეს. კრევეტის კუდი, სტეიკი, ვაშლის ღვეზელი, ნაყინი, შემწვარი ქათამი და სხვა. ლოურენს რასელ ბრიურერმა უსერმაზარი სუფრა შეუკვეთა. შემდეგ კი ერთი ლუკმაც კი არ ჭამა. მისი თქმით, მას აღარ შეოდა. ტეხასის კანონმდებლები იმდენად გაბრაზდნენ, რომ შეცვალეს პოლიტიკა. ტეხასში სიკვდილ მისჯილ პატიმრებს აღარ შეუძლიათ სპეციალური ბოლო კვების მოთხოვნა. ერთი კაცის ჩუმო პროტესტმა ტრადიცია დაასრულა. ნობის დაკარგვის შემთხვევაში მცირე თავისუფლებებიც კი ქრება. ვერადი, საყვარელი და უცნაურად მხიარული. სწორედ ეს სურდა მას, როგორც საბოლოო თხოვნა. რობერტ დეილ კონკლინი კამფეტების დიდი შეკვით წავიდა ამ ქვეყნიდან. არც ძირითადი კერძი, არც სასმელი, მხოლოდ კბილეული. ნოსტალგია იყო, უკონტროლო შაქრის სიყვარული თუ უბრალოდ რაღაცის ლტოლვა, რაც მას უფრო მარტივ დღეებს ახსენებდა. თხოვნა უცნაური იყო, სიმბოლიზმი უცხო. როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი სამყაროს ბავშვობის არომატით ტოვებს. შემდეგ ჩვენს სიკვდილ მისჯილს საჭმელი არ უნდოდა. მან მიწა მოითხოვა. სიტყვა სიტყვით. ჯეიმს ედვარდ სმიტმა რეაკუნდას მიწის ნაჭერი ითხოვა. ერთგვარი წმინდა მიწა, რომელიც ვუდუს რიტუალებში გამოიყენებოდა. მას ჯეროდა, რომ ეს მის სულს რეინკარნაციაში დაეხმარებოდა. ციხის თანამშრომლებმა უარი თქვეს. ამიტომ მას სტანდარტული საკვები მისცეს, რომელსაც ის ძლივს შეეხო. რიტუალი უარყოფილი და რწმენა, რომელიც დამარხულია. სიკვდილის პირისპირ ყოფნისას ზოგი ცდილობს გააკონტროლოს ის, რაც შემდეგ მოდის. შეგიძლია სტეიკი ითხოვო, ან კარტოფილი ფრი, მაგრამ კოკა-კოლას 12 კილა არავითარი საჭმელი, მხოლოდ გაზიანი სასმელი. მან ყველა კილა დალია, ახსნა განმარტების გარეშე. ზოგი ამბობს, რომ ეს სიმბოლური იყო, შაქრის დიდი დოზის მიღება დასასრულის წინ. სხვები ფიქრობენ, რომ ეს სისტემისთვის უკანასკნელი შუათითის ჩვენება იყო. არც ჩვენ შემდეგ პატიმარს არ სურდა საჭმელი. მან წმინდა წერილი მოითხოვა, ლუკმა მირთვეული. მაიკლ ბრიუს როსი ღრმად რელიგიური ადამიანი იყო. მან თავისი ბოლო დღის განმავლობაში ბიბლიის კითხვა ითხოვა და ყველანაირ საკვებზე უარი თქვა. ზოგიერთი ცნობით ის სიცოცხლის ბოლო საათებს გვერდების გადაფურცლასა და ლოცვაში ატარებდა. ზოგი კი ირწმუნება, რომ ის სიმბოლურად მოიხმარა. ხორციელი საკვები? არა, მან სულიერი არჩია. რწმენას შეუძლია შიმშილის ჩანაცვლება, როდესაც სიკვდილი ახლოსაა. რონი ლი გარდნერს ბოლო კვებასთან ერთად ერთი ღერი სიგარეტი სურდა. მარტივი არა, მაგრამ იუტას შტატში ციხის კედლებში მოწევის აკრძალვის პოლიტიკის გამო მისი მოთხოვნა უარყვეს. მან თავი დაუქნია და მიიღო ის, რაც მისცეს. შემდეგ კი ჩუმა ჭამა სტეიკი, კიბორჩხალა და ვაშლის ღვეზელი, მაგრამ ის სიგარეტი სამწუხაროდ ვერ მიიღო. სიკვდილ მისჯილების საკანშიც კი წესები იმარჯვებს. დეივიდ ლეონ ვუდსმა ყველაფერი მარტივად გააკეთა. ბიგმაკი, კარტოფილი ფრი და კოლა. თუმცა უცნაური კერძი არ იყო, არამედ დრო. სიკვდილი დასჯამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე მან განცხადება გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უდანაშაულობა. მისი ბოლო სიტყვები არ ახებოდა დანაშაულს ან პატიებას. ისინი სამართლიანობის აღდგენაზე იყო, სწრაფი კვების შეკვეთა პროტესტის ნიშნად. ზოგიერთი ბოლო კერძი არის მარტივი შეტყობინება. ეს ისტორიები იმაზე მეც ამბობს, ვიდრე ჩვენ მოველით. ტკივილზე, სინანულსა და წინააღმდეგობაზე. თუ ეს ვიდეო მოგწონს, გამოიწერე არხი. ახლავე რათა არ გამოგრჩეს მომავალი ვიდეოები.
თომას ჯეი გრასოს უკანასკნელი სიტყვები გაზეთებში მოხვდა. არა იმიტომ, რომ ისინი ღრმა იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი მნიშვნელობა გაუგებარი იყო. მან ბოლო ვახშმად სპაგეტი ითხოვა. სამზარეულოშიც უბრალო სპაგეტი მისცეს. მისი ბოლო სიტყვები იყო: მე ჩემი სპაგეტიები არ მიმიღია, მათ სპაგეტი მომცეს. მინდა რომ პრესა მიწოდეს ეს. მეწვრილმანე შესაძლოა, მაგრამ იმ ბოლო წამებში პატარა შეცდომაც კი უზღერმაზრ შთაბეჭდილებას ტოვებდა. საბოლოოდ ადამიანებს ბევრი არაფერი სურთ. უბრალოდ უნდათ რომ ვინმე მოусმინოს და მათი გაიგოს. ტიმოთი მაგვაინ, ოკლაჰომა სიტის ტერორისტმა 2 ჭიქა პიტნისა და შოკოლადის ნაყინი აირჩია. არანაირი საჭმელი, არანაირი განცხადება, მხოლოდ ცივი ტკბილის იჩუმა. ზოგი ამას საშინელ სიმშვიდედ აღიქონდა, ზოგი კი ცივ განშორებად. ის არ იმართლებდა თავს, არ ხსნიდა არაფერს და არც პატიებას ითხოვდა. ის უბრალოდ ჭამდა. სიმარტივე ხან უფრო ხმამაღალია ვიდრე მრისხანება. ჩარლზ დექს ვოტსონმა ბოლო კერძად ათეული უმიკვერცხი აირჩია. არანაირი შეწვა, არანაირი სანელებლები, მხოლოდ გატეხილი ნაჭუჭი და გული. კაცრის სიმარტივე ასახავდა მისი დანაშაულებების სიცივეს. თვითმხილველების თქმით, ის ჩუმოწრუბავდა კვერცხს, თითქოს თავად დროს ეჯიბრებოდა. გარი გილმორმა სამეფო ოჯახისთვის შესაფერისი ნადიმი შეუკვეთა. სტეიგი, ასთაკვის კუდი, კარტოფილი ფრი, კლასიკური ბანანის დესერტით. ეს იყო პირველი სიკვდილი, დასჯა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლიანი პაუზის შემდეგ და მისი ბოლო კვება თავად საბოლოო გადაწყვეტილების სიმბოლოდ იქცა. ის ჩუმად ჭამდა საჭმელს, იცოდა რომ ეს მისი დასასრული იყო. ნადიმის შემდეგ კი სამუდამო სიჩუმე. ბოლო კვება მხოლოდ საჭმელი არ არის, ეს უკანასკნელი დამშვიდობების ფორმაა. 2006 წელს ჯეიმს სკოტმა 2 ჩიზბურგერი შეუკვეთა გარნირის და სასმელების გარეშე. ის ჩუმად ჭამდა და უღარს ამბობდა რაიმეს თქმაზე. მას ხმა არ მოუღია, არც ბოლო ვახშმის დროს და არც სიცოცხლის ბოლო წუთებში. მისი დუმილი ნებისმიერ სიტყვაზე ხმამაღალი იყო და მის დაუმორჩილებლებასა და მორჩილებას აფარებდა თავს. ზოგჯერ უთქმელი ყველაფერს ამბობს. კერძი შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ მისი მნიშვნელობა რთული გასაგები. ლარენ რეი ალენმა სიკვდილი დასჯის წინ შემწვარი ბამბია მისი საყვარელი სამხრეთული კერძი და ბიბლიის მუხლი ხმამაღლად წასაკითხად აირჩია. საკობი და რწმენა ერთმანეთში გადახლართული იყო მის უკანასკნელ წუთებში. მოკლე კავშირი იმ სამყაროსთან, რომელსაც ის ტოვებდა. მისი კვება მხოლოდ კვება არ იყო. ეს იყო მოგუნებებისა და იმედის რიტუალი. ბოლო კვებას შეუძლია როგორც სხეულის, ასევე სულის გამოკვება. ჯონ ალენ მოჰამედის უკანასკნელი თხოვნა უცნაურად ბავშვური იყო. არაქისის კარაქის სენდვიჩი და კოკაკოლას 6 ბოთლი. მარტივი, ტკბილი და კალორიული. უცნაური კონტრასტი მისი დანაშაულებების სიმძიმესთან. ნოსტალგია იყო ეს, დაუმორჩილებლობა თუ ნორმალურობის ბოლო მცდელობა, არ ვიცით. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო კერძი, რომელიც თავისი სიმარტივით ბევრ რამეზე მეტყველებდა. ყველაზე ბნელი სულებიც კი ეწებენ ნუგეშ სიცოცხლის ბოლო საათებში. სიცოცხლის ბოლო წუთებში ჯონ უეინ გეისიმ საშუალოდ შემწვარი სტეიგი ითხოვა, თუმცა ჭამის წინ ხუმრობა თქვა. ბნელი, ავადმყოფური და უცნაურად ადამიანური. ეს იყო კონტროლის უკანასკნელი აქტი. გრავიტაციის ფონზე უდარდელობის მომენტი. ვახშამი, სიცილი და შემდეგ სიჩუმე. კაცობრიობას სიბნელეშიც კი შეუძლია ხუმრობა.